the rhyme now. MOP now. What you want now? 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 What you ინტელექტუალზე უნდა ვისაუბროთ. არ ვიცი 35 წუთში როგორ უნდა მოვასწროთ რამე დეტალურად, მაგრამ საუბრად ღირს რომ დავიწყოთ თავიდან. დასაწყისე ბევრმა შეიძლება არ იცეს ისტორია, როგორ დაიწყო, საიდან დაიწყო. მოგვიყევით საწყისებზე, რა მიზნით ჩამოყალიბდა თქვენი კლუბი საქართველოში პირველ რიგში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ხო კარგად ისმის, ხო? ეხლა 35 წუთში ვერ ჩავატევთ 34 წლის ისტორიას, მაგრამ რამდენიმე მომენტს გამოვყოფ, რომ უბრალოდ გქონდეს წარმოდგენა. მე როგორც ხვდები, აქაც არის ხალხი, ვისაც უთამაშია რასადროდის, არა სატელევიზიო ასე ვთქვათ ვერსია, არამედ აი სპორტულს რასაც ვეძახით რა, ბევრი გუნდები რომ ანუ ხელი რო ავწიოთ, აბა თუ შეიძლება, ვისაც სკოლაში, უნივერსიტეტში ან აგერ რა დელი კლუბი მოსულა აგერდა. ხო და რის თქმა მინდა, როდესაც 91 წელს პირველად თამაში ჩავატარეთ, ხო ანუ 34 წლის წინ იყო ეს და მე როგორც ხვდები, უმრავლესობა ამ დარბაზში მაშინ ჯერ დაბადებულიც არ იყო. ესეთი მიზანი როდესმე ეს გაფართოვდებოდა და გახდებოდა სუბკულტურა, რომელიც მოიცავდა 100,000-ობით წევრს, ნუ გაჭიმლოს ასე ვთქვათ, აწლეულებზე, ასეთი მიზანი რასაკვირველია არ ყოფილა. მაშინ ტელევერსიაზეც, ტელევიზორში გასვლაზეც ისე ვფიქრობდით ძალიან ბუნდოვნად რა, 91 წელი, ხო წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირი დაიშალა და უბრალოდ ახალგაზრდებს გვინდოდა რაღაც თანამოაზრეებთან ერთად შეკრება და დროის გატარება. მაგრამ დროთა განმავლობაში, იმ დროს, ხო, აი ეხლა რო ვიძახით, რომ ბნელი და უკუნი იყო, შუქი არ იყო, ის არ იყო, ეს არ იყო, მაგრამ უმრავლესობა მაშინ დავიბადეთ. უბრალოდ აქ დარბაზში მყოფების ბევრი არიან იმ დროს დაბადებულები. ანუ თლათ ესეთ სიბნელეს არ ყოფილა რა, ანუ ვიღაცები ქორწინდებოდნენ, უყვარდათ ერთმანეთს და შვილებსაც აჩენდნენ. და აი მაგ დროს წარმოიშვა ეს ბირთვი ადამიანების, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საბოლოო ჯამში ამ მოძრაობას. მე მინდა რომ მე როგორც ხვდები უმრავლესობას ეს გესმით, მაგრამ მაინც სასახად რომ გავყოთ ორი ცნება. ერთი არის ტელე-შოუ, ეგრეთ წოდებული რასადროდის და მეორე მოძრაობა რასადროდის, რომლის წევრიც ბევრად მეტი ხალხი, აი 100,000-ზე მეტია. და გვესმის, რომ ტელე-შოუ არის ამის აისბერგის მწვერვალი. სინამდვილეში, იმიტომ რომ იქ სულ არის 100 კაცს აქ ნათამაშები და უმრავლესობა მათგანს ვიცნობთ, ხოლო აი ეს 100,000, ვინც თავისთავი იპოვა, ითამაშა, ზოგმა უბრალოდ დრო გაატარა, ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგმა კარიერა გაიკეთა, აი ის არის ჩვენი მონაპოვარი. ამიტომ მე ჯერ გეტყვით რა მონაპოვარი აქვს სპორტულ მოძრაობას, ეგრეთ წოდებულ სპორტულს, ანუ ფართერასად როდის, რომელიც აბსოლუტურად იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან, ანუ ჩვენ თავიდანვე ჩავხსენით ეს იდეა, რომ ეს ყოფილიყო რაღაც პოსტსაბჭოური ვიღაც იმიგრანტების და აი მათ შთამომავლების თამაში, როგორც ეს არის უმრავლესობა ქვეყნებში და წავიყვანეთ ეს, ანუ გამოვიყენეთ კარგა თამაშის და წავიყვანეთ ეროვნულ რელსებზე, რასაც ქვია. და მივიღეთ ის პროდუქტი, რომელიც დღეს ყველა მიცის. ანუ თემა ქვეყანამ, როდესაც სადღაც გაისმება ხოლმე სიტყვა, რომ აი ინტელექტუალური თამაში, ხო, პირველი მოდის რასადროდის აუცილებლად, სხვას შეიძლება ვერც დაგისახელონ რა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ეს ამ წარმატებას მივახციეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც გაიარა კლუბის სკოლა, რაღაცა პერიოდით მაინც, მერე ეს გამოიყენა ცხოვრებაში, კარიერაში და თუმცა არა ყველამ, რასაკვირველია, ყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც მარტო ძლიერი მოთამაშეები არიან და ჩვეულებრივ პროფესიაში და ცხოვრებაში არ მიუღწევიათ რაღაც განსაკუთრებული წარმატებებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში აი იმ გარემომ, სადაც შეიძლება ყოველ კვირას მიხვიდე და შენნაირი, შენი ფასეულობები, შენი ინტერესების მქონე ადამიანებთან
იურთიერთო და არა მარტო თბილისს ეხება ეს ყველა დიდ ქალაქშია ხო ქუთაისშიც ბათუმშიც და კიდე თელავშიც და ბევრ დიდ ქალაქში რეგულარულად ტარდება საბოჯამში ძალიან დიდი პოზიტიური შედეგი მოგვიტანა. ჩვენ ვყოფთ ზოგადად ამ თამაშის 5 მთავარ კომპონენტს რაცაც მოაქვს მთავარი ბენეფიტი. პირველი არის მუდმივად რაღაც სიახლის ძიება. ანუ გარდა იმისა, რომ რაღაც წიგნებით წავიკითხეთ და ვისწავლეთ სკოლაში, უნივერსიტეტში და ზოგადად რაღაც განათლება მივიღეთ, პლუს როცა თამაშობ და თამაშობ რეგულარულად, სულ რაღაც ახალს ეძებ. სულ ცდილობ რაღაცა წაიკითხო, რაღაცა ახალი ინფორმაცია მიიღო, ეს ინფორმაცია გადაამუშავო და ასე შემდეგ. ანუ ჭეშმარიტი მოთამაშე მუდმივ ძიებაშია, ახლის. მეორე, მუდმივი ტრენინგი არის მეხსიერების. ანუ სულ ავარჯიშებ მეხსიერებას და ცდილობ რომ ფორმაში იყო. ანუ ხო გვესმის ახლა რომ ასაკთან ერთად მეხსიერებაც ბლაგდება და ზოგადად ყველანაირი კოგნიტიური ფუნქციები ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ სხვა შორის ახლა საბოლოო სამეცნიერო გამოკვლევები არა, მაგრამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არც ერთი ალცჰაიმერით დაავადებული ყოფილი რასადროდის მოთამაშე. ანუ მსოფლიოში რა. ანუ ვინც კი თამაშობდა ისე დონეზე, საკმაოდ დონეზე, არავის არ დაემართა ალცჰაიმერი. ანუ ეს არის რაღაც ცოტა ფანტასტიკის სფეროდან, მაგრამ ეთყობა რაღაცა პროცესები მიმდინარეობს თავის ტვინის ქერქში, რაც ბლოკირებას ახდენს აი ამ დაავადების განვითარების. მესამე არის გუნდური მუშაობის მომენტი. ანუ ჩვენ ხა ზოგადად როგორც ინდივიდუალისტებისგან შემდგარ ერს ეს გვაქვს ხოლმე ეს პრობლემა და ამ თამაში პირველ რიგში სწავლობ გუნდურ მუშაობას. ანუ დავსხედით 6 ადამიანი მაგიდასთან და 6 ადამიანმა ერთად შეწყობილი მუშაობით უნდა მივაღწიოთ შედეგს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის სკილები ჩვენ შვილებს ძალიან ხშირად არ აქვთ ხოლმე, ჩემ შვილებზეც ვამჩნევ ხოლმე ამას და ეს თამაში ამას ასწავლის ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც გაუვლია ეს დამეთანხმება ალბათ. მეოთხე არის time management-ი. ანუ შენ გაქვს 1 წუთი რომ გამოხვიდე გამოუვალი მდგომარეობიდან. ანუ 1 წუთში უნდა მოასწრო ეს და თან ისე რომ გუნდთან ერთად თანწყობილად იმოქმედო. ანუ ეს გაძლევს საშუალებას ისწავლო მობილიზება მოკლევადაში და მოკლევადაში იპოვო გამოსავალი რთულ სიტუაციაში რა. რასაკვირველია არა ყოველთვის, მაგრამ რაც ხშირად იპოვი, მით უკეთესი შედეგი იქნება. და მეხუთე არის გარემო, რომელიც იქმნება შენს ირგვლივ. ანუ შენ ნახულობ შენს თანამოაზრეებს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს შენაირი ინტერესები, შენაირი ფასეულობები და ზოგადად ის წრე, რომელშიაც მერე ცხოვრობ, იმიტომ რომ ეხა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი კლუბის შიგნით სადღაც 50 წყვილი მაინც არის შექმნილი. მე ვამბობ მეგობრობაზე არა, აი ოჯახურ წყვილებზე ვიძახი, ანუ ვინც დაქორწინდნენ. ანუ შიგნით იპოვეს ადამიანებმა ერთმანეთი და მათი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. ახლა მე რამდენიმე გაშორებაც გვაქვს სტატისტიკურად, მაგრამ ეს უფრო ბევრად ნაკლებია საერთო ეროვნულ სტატისტიკასთან გაშორებების და ქორწინებების რო იცოდეთ. ამიტომ აი ეს 5 კომპონენტი ერთად ქმნის ამ თამაშის გნებავთ მაგიას, გნებავთ მისტიციზმს, თავარი პრინციპით რომ უნდა ითამაშოთ 6-მა, თუ წააგებთ, გაფარჩაკდებით ყველა ერთნაირად, თუ მოიგებთ, ბუს მიიღებს მხოლოდ 1. და ამაში მდგომარეობს მთავარი ფსიქოლოგიზმი ამ თამაშის, რომ შენი მეგობარი, მოყვასი და პარტნიორი ამავე დროს არის შენი მოწინააღმდეგეც ამ ბუსთვის ბრძოლაში. მაგრამ როგორც კი მოდუნდები და საკუთარ თავზე დაკაჩაო იმას საბანს და ეცდები რომ შენი გაიტანო რომ ბუზე ითამაშო, ეგრევე ამოგარტყავს ფორტუნა და წააგებ და რო წააგებს ყველა. მაგრამ აი თანწყობილად რო იმუშავებ, დადებ იმ ქულას, რაც გამოსაცნობი იყო და მოიგებ, აი მე შეიძლება ბუ წავიდეს ვიღაც სხვასთან. ეს არის ის გადაულახავი ფსიქოლოგიური რაღაც, რაც ქმნის ამ თამაში მაგიას. ამის გამო უყურებს ტელემაყურებელი შეიძლება ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს,
მაგრამ რო უყურებს ამას ტელევიზორში, აი იქ ეს 6 ეგოს ჭიდილია, რომლებმაც შეიძლება შინაგანად ერთმანეთი დიდად არც მოსწონთ, ვიღაცებს აქვთ ანტაგონიზმი, მაგრამ უნდა აი მომენტში თუ ერთად არ იქნებიან და განწყობილად არ იმოქმედებენ, ისინი ერთად წააგებენ და თუ წააგეს მნიშვნელობა არ აქვს მე არაფერს. აი მოგებას კი ყველას უსურებ, მათ შორის ვინც მომავალში თამაშობს. აი ეს არის მოკლედ რაც მინდოდა შესწავლად მეთქვა, ასე ვთქვათ. თაობები უკვე 20 რამდენი წელი ვთქვით 34. 34 წლის წინ ჩატარდა პირველი თამაში, ხო მე ის იურიდიულად დავარეგისტრირეთ 94-ში ეს ის იყო საერთოდ მაშინ სხვანაირად ხდებოდა რეგისტრაცია და 96-ში გავიდა ეთერში ტელეგადაცემა. ანუ 30 წელი გვექნება გაისად ბილე და აღნიშნავთ აუცილებლად 30 წელს საქართველოს ეთერში ბევრი პროგრამა არ ყოფილა, ვესტნიკია ერთი საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა და ის 31 წელი გადიოდა, იმასაც გადავასწრებთ ალბათ. აი ამდენი თაობა გამოიცვალა ალბათ, ხო, ინტელექტ კლუბმა. თქვენი დაკვირვებით, აი ამ თაობათა ცვლილების დროს, აი ცოდნის და გუნდური თამაშის მიმართ რა განსხვავებები არსებობს ერთადად? ნუ ბევრი თაობა მე ვერ ვიტყოდი რომ გამოიცვალა, იმიტომ რომ რორთავ მაინც გიორგი ბაქრაძე თამაშობს და იგებს საბოლოოდ, ჰა? ხო, ანუ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდე ძველი გვარდია, ხო, აი ოთარ საბაშვილი, დავით რაფაო, ისინი ქაჩავენ კიდე რა, ასე ვთქვათ. ჩვენ კი გავაზავეთ ეს ახლებით, ახალი სახეებით, მაგრამ მაყურებელი მაინც იმათ ითხოვს რა, ისინი უნდათ. თუმცა ის ცოდნა, რაც ქონდა ძველებს და რაც აქ ახლებს, თვითსობრივად განსხვავდება და ეს შეცვალა ინტერნეტმა. ანუ ძველებს ხო, მათ შორის მეც რა და გიორგი ბაქრაძეზე რო ვისაუბროთ, მათ აქვთ წიგნის განათლება, ანუ ქაღალდის წიგნით მიღებული განათლება, როდესაც ყველა ოჯახში იყო მიღებული რაღაცა ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო, ეს ტომები, ხო, იქ ქართული პროზა, იქ რაღაც საბჭოთა წიგნებიც იყო, რაღაც ნუ რაც ყველას უნდა წაგვეოს, ჟულ ვერნი, რაღაც ბავშვობაში ყველას რაც დედა გვეუბნებოდა რომ ჟულ ვერნი, შერლოკ ჰომსი და რაღაცა ყველამ წავიკითხეთ, სტივენსონი და ნუ ასეთი ავტორები და მე ნუ უკვე რთულდება, ხო, ეხლა იქ გადადიხარ სხვა ლიტერატურაზე. ეს არის ჩვენი განათლება და მე ამას ზედ დაერთო უკვე რაცაც ნახულობთ ინტერნეტში ვთქვათ. ახალი თაობას მე უფრო დავარქვევდი ვიკიპედიის განათლებას, რომელიც ბევრად უფრო ფართეა, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ არ გვქონდა, მაშინ საბჭოთა ენციკლოპედიის მეტი არ იყო არაფერი, რაღაც ტომები იყო და ნუ აი ის იქ უნდა გეფურცლა და რაღაცა გეძებნა და ეხლა ჯიბეში უდევს ყველას ენციკლოპედია რეალურად ნებისმიერ თქვენგანს და შეუძლია ამოიღოს. ამიტომ თვისობრივად შეიცვალა მოთამაშეების მიდგომაც. თუმცა იმას ვერ ვიტყვი რომ მეხსიერება არ იმახსოვრებენ სპეციალურად. ანუ კი, მაგას იმას აი დღეს ალექსანდრე ჯეჯელოვას გამოსვლაც იქნება დღესაა, ხო? ხო, იქნება დღეს და ის ამბობდა ხოლმე მაგას Google Data სინდრომი ქვიაო, როდესაც აღარ იმახსოვრებ რაღაცას, იმიტომ რომ Google-ში შეგილიან მოძებნო რა. ხო და სინამდვილეში თლათ ესეც არ არის, რაღაცა გჭირდება მეხსიერებაში იმისთვის, რომ ანალიზი შევძლოთ, იმიტომ რომ როცა ცარიელი გაქვს ტვინი და ინფორმაცია არ გაქვს მასალა ანალიზისთვის და რაღაცა კრეატიული ქმედებისთვის. ამიტომ თლად ეგრეც, ეხლა მე მესმის ჩვენ რო ბავშვობაში გვაზპირებდნენ ვეფხისტყაოსნიდან ციტატებს და იმებს შუშანიკის წამებიდან, ეგ შეიძლება ალბათ ეხლა საჭირო არ არის, მაგრამ რაღაცა ინფორმაცია, წლები, ძირითადი მომენტები ისტორიის, გეოგრაფიული რაღაცა აღმოჩენები, რაღაცები ყველას გჭირდება მაინც. ანუ ეს გვეხმარება ჩვენ იმ ანალიტიკურ საქმიანობაში, რომელიც საბოლოოდ წინ წევს კრეატიულ საქმიანობას რა. ასე რომ ახალი თაობა შეიძლება ითქვას უფრო კრეატიულია, უფრო ფართე დიაპაზონი აქვს ცოდნის და მე აი ძალიან ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. საერთოდ ეხლა ხო ხსმენიათ ყველას რომ აი ესენი ვინ არიან, წიგს აღარ კითხულობს არავინ, მაგრამ ნუ შეიძლება ხო ალბათ იმ ანა კარენინას და რაღაცა იმას
იმას აღარ კითხულობენ, მადამ ბოვარის არ კითხულობენ ისეთი ინტენსივობით, მაგრამ ინფორმაცია და ანალიტიკა რაც არის, ის ბევრად უფრო ფართეა და მათ აქვს საშუალება ეს ყველაფერი მომავლისთვის გამოიყენონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ხა კლუბს რაც შეეხება, წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლება ალბათ სახეებით, ну, გიორგი ბაქრაძის გარდა რასაკვირველია, რომელიც იქნება ბოლომდე და მას შემდეგაც. ხო, და ხო, მე რო არ ვიქნები, მაინც იქნება ბაქრაძე, მაშინაც რა. მოთამაშეებზე ვსაუბრობდით და თქვენი აზრით ამდენ მოთამაშეს დაგვირვები ხართ. რა გამოარჩევს საუკეთესო კარგ მოთამაშეს? ინტერესთა ფართო სფერო, სისწრაფე, ვთქვათ, წიგნიერება თუ რა? ხო, როგორ შეკითხვა, აიცი, რომ აი ხო, არა, მშობელი რომ მოდის და ბავშვი მოიყვანა კლუბში და რომელი წიგნები წავაკითხოთ, ხო იცი რა. რომელი წიგნები არ არსებობს ესეთი წიგნები, რომელსაც წაიკითხავ და მე რასადროდის კარგად ითამაშებ რა. ხო იცი როგორც აი ხა ჭადრაკის სულები ყველამ ვიცით, მაგრამ დიდოსტატი ყავს 20 ქვეყანაში რა. და მსოფლიოში რაღაც თიძე ჩამოსათვლელებია დიდოსტატები რა. თუმცა თითქოს რა ვიცი, სულები ვიცით და უნდა ესე არის აქაც რეალურად. ანუ ვიღაცები არიან, ვინც შეიძლება ძალიან ბევრი წიგნს არ წაუკითხიან, მაგრამ რო დაჯდა რაღაცა მუღამი დაიჭირა და ჩაეჭიდა ამას და მერე კარგად გაყვა რა და კარგად თამაშობს. ვიღაცები არიან უგზო-უკვლად განათლებულები, მოდიან, სხედან, არ წავიდა რა, არ წავიდა. ზოგადად რის თქმა მინდა რა, რასადროდისი როგორც მარკეტინგი, ხა ბევრი მარკეტერობით დაიწყო ნინამ და მე ბიჭებმაც ბევრი ლაპარაკეს. რასადროდისი როგორც მარკეტინგის პროდუქტი, როგორც ბრენდი, აი ამაზე ორ სიტყვას ვიტყვი. ეხლა ალექსია ჩიქოვანი, რომელიც მე გამოვა და უკვე პროფესიონალურად ილაპარაკებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში იმის მიუხედავად ჩვენ ეს არ გვქონდა ჩაფიქრებული და დაგეგმილი ესე სპეციალურად, რასადროდისი გახდა ბრენდი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და აი რა თვალსაზრისით. მოხდა ინტელექტუალის ტიტულის მონოპოლიზირება რაღაცა ფორმით კლუბის მიერ. ანუ მიუხედავად რომ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს არ ჩაგვიფიქრებია ამ თვალსაზრისით და ჭეშმარიტ ინტელექტუალებს, ხო, აი ვინც მართლა რაღაც ფილოსოფიურ ამბებში მუშაობს და ინტელექტუალია, იმათ წინთ კიდეც და ცოტა აგრესიულად არიან ხოლმე კლუბის მიერ განწყობილი, რომ ესენი რა ინტელექტუალები არიან, რაღაც გამოიცნეს და ესენი არიან ინტელექტუალები. ხო, ჩვენ გვესმის, რომ ესენი არიან მოთამაშეები ყველანი, ხა ტელევიზორში ვინც გამოდიან, ისინი არიან პროფესიონალი მოთამაშეები, მაღალი დონის შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ ამ სფეროში არიან გაწაფულები და არაფერი განსაკუთრებული, აი ხა მართლა ამ კლუბით არ შემოიფარგლება ინტელექტი ქვეყანაში და მით უმეტეს ესენი არ არიან ყველაზე ჭკვიანი ხალხი ქვეყანაში, მაგრამ ესეთნაირად პოზიციონირება გავაკეთეთ ჩვენ თავიდან, რომ აი ეს არის თავარი ინტელექტუალური ადგილი და ეს აი წლების განმავლობაში სტაბილური ქმედებით, ყოველკვირეულობით, ტელეეთერებით და იმით გამოგვივიდა. ესე მოხდა და დღესდღეობით რასადროდისი არის ბრენდი იმ თვალსაზრისით, რომ 95% ახალგაზრდა დედებისა საქართველოში გამოკითხვით უნდა რომ მათი შვილი იქ თამაშობდეს. ანუ თუ საკუთარ შვილს იქ ნახავს, ბედნიერი იქნება დედა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება, რომ დედას უხარია და მშობელს, რომ მათი შვილი მივიდა და აი იქ იმ კლუბში თამაშობს და ახლა ტელევიზორში თუ მოხვდა და ბუა იღო, ეგ საერთოდ საგვარეულოს ის არის წარმატება. ხო, საამაყოა და იგვე. განსაკუთრებით ეხება თუ თბილისიდან არა, თქვა რაიონიდან ჩამოსულ მოთამაშეებს, განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ აქ უკვე ცოტა ჩაკარგულია, იმიტომ რომ ბევრია ასეთი მოთამაშე. 6 ადამიანი. როგორია ამ პიროვნებების, ეგოების, ჯახის
რო უყურებთ ცოცხლად რა არის თქვათ ისეთი რაც შეიძლება დაფარულად არ ჩანდეს ზოგადად მაყურებლისთვის. ხო, პირველ რიგში რო იცოდეთ, ეხლა ეთერში ეგრე ჩანს ხოლმე რა, რო იქ ხო არის ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთმანეთს ხარს უჭერს და იქ რა ქვია, ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ თქვენი მოწინააღმდეგეებს უნდა ჩაუთვალოთ თუ არ ჩაუთვალოთ და კი ჩაუთვალოთ აბა რა და ესეთ განან ნიჩორიტი აქვს უკან რა ზურგს უკან. ხო, ეხლა ეს ეთერში არ ჩანს. სინამდვილეში თლათ ესეც არ არის, კაცო, რომ იქ ყველა ერთმანეთს კი არ იქაც არის თავისი წყალქვეშა დინებები, ვიღაცებს არ მოწონთ ერთმანეთი რაღაც, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, ეთერში ეს ყველაფერი არ გადის. სინამდვილეში მე და ლაშა გუნდებს როცა ვაყალიბებდით, სულ იყო ლაშა კილაძე გულისხმობ თავარი რედაქტორი, გულისხმობდით, რომ უნდა რაღაც ინტრიგა ჩავრთოთ, ამიტომ განსაკუთრებით ანტაგონისტი მოთამაშეები უნდა ისხდნენ გუნდში, რომ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, კონდეთ მუდმივი ჯახი. არ მახსოვს ახლა უყურებდით თუ არა, ეს არის 2010-იანების შუა დასაწყისი პირველი ნახევარი, როცა ერთად დავსვით გიორგი ბაქრაძე და ვახტანგ ელერდაშვილი ერთ გუნდში რა. ესეთი ორი დიდი ძალიან ძლიერი, მაგრამ ამავე დროს დიდი ეგოების და ამბიციების მქონე მოთამაშე და ერთადერთი ვარიანტი იყო, რომ ირინა ფრუიძე, ანუ ქალი კაპიტანი ამათ თოკავდა რა, თორე სხვანაირად იქ იქნებოდა ერთი ამბავი რა. თან ეს ერთმანეთს პირდაპირ დავსვით რა, რომ ერთმანეთს თვალებში უყურო ხოლმე განხილვის დროს. ესეთი მეთოდიც გამოიყენება რა. ანუ ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი ვნებებით, ამბიციებით, პლუსებით და მინუსებით. სწორედ ამიტომაა მაყურებლისთვის მათი ყურება საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის რეალურად რეალიტი შოუ, სადაც 6 ეგო, ჩვეულებრივი მოქალაქეები ცდილობენ ერთ წუთში იპოვონ გამოსავალი რთული მდგომარეობიდან რა. და მათ შორის ამ ეგოების ჯახი ქმნის ამ მაგიას, რომელიც გაინტერესებს. სამწუხაროდ, რომ იცოდეთ, პატიცემულებო, კამერა და ეთერი ბოლომდე არ გადმოსცემს მაინც იმ ემოციას, რაც იქ ტრიალებს. ანუ ვინც ნამყოფია აი ტელეჩაწერაზე და იქ მდგარა, აი მაგიდის ირგვლივ, როცა თამაში მიმდინარეობს, რო გამოდის ამბობს, რომ ეს რა იყო რა. სამწუხაროდ ბოლომდე ამ 5 კამერით, ანუ 5 კამერით ვიღებთ, ხო? 3 ოპერატორი მუხლებზე დგას მაგიდაზე. ერთი კამერა იმიდან ჭაღიდანაა, რომელიც ზემოდან აჩვენებს და ერთი კრანი ტრიალებს ზემოდან აჩვენებს, ხო? აი 5 კამერაც კი არ არის საკმარისი, რომ ბოლომდე მთელი აზარტი, დაძაბულობა და ატმოსფერო რაც იქ არის, გადმოიცეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით, აი რო აღდგება ჩაწერები, მუშაობთ ახლა ამაზე. ნუ ყველა ერთად ვერ დავიტევით იმ სტუდიაში რასაკურველია, მაგრამ ეს პორცია რომ ყველა მიგრძნოთ სინამდვილეში რა ატმოსფეროა. მოდი რეალიტი შოუ ახსენეთ და მეშვიდე პერსონაჟზეც ვისაუბროთ წამყვანზე. ხშირად ირონიული და მკაცრი. ამდენად ესეთია რეალურად გიორგი მოსზე. ხო, ნუ აი როგორ აკეთებს ზოგადად ეს კონსისტენტურა ამ პერსონაჟის შენერჩუნებას. მან ხო მთავარი არის რა. ეს ხალხი ვინც გამოვიდა იქ სათამაშოდ ბაქრაძის თამადობით. ესენი ხო ყველანი არიან უგზო-უკლოდ განათლებული, თავის თავში დარწმუნებული, ეგოისტების ექვსეული, რომლებიც თვლიან, რომ მაგადზე მაგარი, ჭკვიანი, განათლებული და ნაკითხია ამ ქვეყანაში არავინ არა. როგორც კი ისინი იგრძნობენ შენ სისუსტეს რაღაცა ფორმით, ან შენ შეგამჩნიეს, რომ რაღაცის ცოდნაში, რაღაცა ინფორმაციის ფლობაში მათ ვერ ეწევი, ეგრევე აგაბურთავებენ, ეგრევე. ანუ ეგ სხვა შორის მაგას მე დიდხანს ვებრძოლეთ, იმ მაგას დავარქვით მე სპონსორის სინდრომი, იმიტომ რომ იქ ხო დგანან სპონსორები, რომლებიც ამ პრიზებს აწესებენ და ანიჭებენ ამ მოთამაშებს და ეხლა იქ ეს თამაში რომ ეხლა სპონსორები ხო ჩვეულებრივი ხალხი მოდის რა, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ უთამაშიათ არასოდეს
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომელი დადის სამსახურში, იქ მუშაობს PR დეპარტამენტში, თუ HR-ში სადღაც და გამოუშვა კომპანია, მოვიდა იქ დადგა და უცებ მოხდა რაღაც ისეთი ტიპების გარემოში, რომ სტიგლერის კანონზე რას მეტყვი ერთ-ერთი და იცი ეს სტიგლერმა როცა ეს მოიგონა, მაშინ მამამისმა ესე თქვა და ეს ხალხი იბნევა რამე, მე დაწყნარდით, ხო იცი, არი ნერვიულოთ, რამდენიმე დუბლს წერდი, ხა ეთერში არ გადის, მაგრამ ზოგჯერ სპონსორს ისე ერევა ხოლმე. მე არის რომ ის არის რაღაცა სიტუაცია შეიქმნა, რომ აი ჩავთვალოთ თუ არ ჩავთვალოთ. და ინტერესების დამცველები და იქ საჯული სპონსორი და აი თქვენი აზრი გითხარით და ზოგჯერ არის რომ ეს სპონსორი ბოლომდე ვერ გაყვა რა ამ იმას რა მოხდა რა და რაღაცა თუ ისეთი რამე არ თქვა ესე იგი დარბაზში ესეთი ის არის ხოლმე თქვით ესეთი რა ამიმეებმა რა გენიალურმა მოაზროვნეებმა ეს და მე ის სპონსორს კიდე თავისი ემართება რომ ვაიმე რამე ხო არასწორად თქვა რა თქვი და იქნება ახალიდან ბატონს ვამყურ. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ამ თამაშის. ამიტომ ბატონი წამყვანი უნდა იყოს ხისტი, ბრძანებელი, უნდა იყოს იქ სადღაც ყოველთვის მათ დონეზე არ უნდა იყოს და მათ უნდა იცოდნენ ყოველთვის რომ იმაზე მეტი თავის თავზე არ იფიქრონ, ვიდრე მათ ეკუთვნით რომ იფიქრონ რა. სოფლის მასშტაბით რამდენი კლუბია დღეობით? ჩვენ ვამბობთ საქართველოს? სოფლის მასშტაბით. არა, სოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ეს ყოფილი საბჭოთა იმიგრაცია მოედო მთელ სოფლიოს და ხა ბოლო სოფლიო ჩემპიონატებით სტარდებოდა ხა ომამდე, იმიტომ რომ მე ხა მე გახლით ეს მოძრაობა, ანუ რაღაც რუსეთი გავრიცხეთ და დანარჩენი სოფლიო და მოკლედ გაურკვევლობაა დღემდე ხა. ამაზე აქ ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ ზოგადად მოდებულია რა მთელ სოფლიოში. მაგრამ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც 300,000-ზე მეტ ადამიანს უკვე უთამაშია. ანუ გულისხმობა ესე სკოლაში, ინსტიტუტში, უმაღლესში, ან კლუბში მოსულა და უთამაშია, ან კორპორატიული ტურნირები ხა ძალიან პოპულარულია, ყველა კომპანია, ბანკები ისინი ატარებენ შიდა ტურნირებს და სულ ატარებთ. და 300,000 აუცილებლად. ანუ გამოდის რომ მოსახლეობის 10%-ს უთამაშია რა, ანუ ქვეყნის და ნუ ამდენი არსად არ არის. ისრაელი მოგვდევს, იქ არის 4% თუ რაღაც მოსახლეობის. განსხვავდება ქართული კლუბი, სხვა კლუბებისგან რამე ქართული ელემენტი აქვს, კონკრეტულად თუნდაც სატელევიზიო გადაცემასაც. ჩვენ ეხლა დელეგაციები სხვაგანაც არის, ხო? ეს მათ შორის სომხეთში და აზერბაიჯანშიც, მაგრამ იქ რუსულად არის ენაზე, ანუ ტელეგადაცემაც ბაქრაძე ყავთ თავით. ნუ თავისი ბაქრაძე ყველას აყავს, ხო? ეხლა ხო იყო ის დრუზი რო იყო საბჭოთა ისა და ეგეთი პერსონაჟი ყველგან არის, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად გადავიყვანეთ ეროვნულ თემატიკაზე ეს ყველაფერი რა. ანუ სადღაც 60-65% არის უკვე ეროვნული თემატიკა და ამ სპორტულშიც, არასატელევიზიოშიც გადაყვავს ნელ-ნელა და მთლიანად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა გვაქვს სინამდვილეში, მათ შორის ქართული საქართველოს ისტორიის და ქართული პუბლიცისტიკის საიდან უამრავი სიბრძნე. მე-19 საუკუნეში მარტო ილიას, ვაჟას და ძალიან ბევრ ქართველ ავტორს ისეთი პუბლიცისტური ნაშრომები აქვს, რომლებიც ფართო პუბლიკამ არ იცის და იქედან იმდენი კითხვის გაკეთება შეიძლება და ისეთი საინტერესო ინფორმაციის მოძიება, რომ აი ეხლა ვართ აი ამ ასე ვთქვათ მასალის შესწავლის პროცესში და ვფიქრობ ეს მასალა არ ამოიწურება არასოდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდარი კულტურა, ლიტერატურა და პუბლიცისტიკა გაგვაჩნია ქართველებს. ინტელექტუალები ზოგადად ალბათ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ქართული ერის, რაც კოლექტიური ცოდნის რაც ტესტი, ხო? როგორ ფიქრობთ, სად ვართ ქართველები ყველაზე სუსტები რის ცოდნაში, ზოგადად გლობალური კონტექსტით და რა გვეხერხება კარგად? მე გეტყვით ესეთ რამეს, ისეთი რამე რომ აი რაღაც რომელიღაც სფერო ცოდნისა ჩვენ სუსტები ვართ და სხვები ძლიერები არიან, ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ რომ
ეხა ვიღაც სხვა ინტერესების ხალხი ხო იკრიბება, ეხა მით უმეტესად ეხლა დადის კლუბში 10,000 კაცი, რეგულარულად გულისხმობ, ანუ ყოველ კვირას რა. ხო ეხა იქა ვიღაცა ფიზიკოსია, ვიღაცა ფინანსისტია, ვიღაცა, ანუ ყველა სფერო დაფარულია, ამ თვალსაზრისით არა. მე გეტყვით რაში ვართ ძლიერები და მე გეტყვით რაში მოვიკოჭლებთ. ანუ ძლიერები ვართ თამაშის შემდგომ ღონისძიებებში, ანუ ხინკლის ჭამაში, ანუ არავინ მაგდენ ესე ამდენ დროს თამაში მაგიდის გარეთ ერთმანეთთან არ ატარებს როგორც ქართველი მოაზროვნეები. ანუ ყველა დანარჩენი მსოფლიოში მიდის, ითამაშა და წავიდა სახლში. ჩვენების ის გრძელდება ის რა, იმიტომ რომ გენერალური თამადაც ყავს კლუბის ოთარ საბაშვილი, იცით, რომელიც ამას ყველაფერს აორგანიზებს. მაგრამ ჩვენ შევამჩნიეთ ერთი ტენდენცია, რომელიც გვაქვს ჩვენ. აი ქართველ მოაზროვნეებს და მოთამაშეებს. აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა თამაშს თამაშობთ ნულიდან. აი როგორ აიცით ისრაელში რომ უკითხე, ისრაელები ამბობენ, რომ აი ერთი თვის წინ თამაში რომ ჩატარდა, აი ხო ვითამაშეთ. აი ერთი თვის მე რომ მოვედით ის თამაში, გვახსოვს რომ თითქოს გუშინ იყო. ანუ ის სკილები რაც გუში ერთი თვის წინ იყო, გადმოყვა რა და დღეს ვიწყებთ თამაშს არა ნულიდან, არამედ იმიდან რა, მე-40 კითხვიდან, იმიტომ რომ უკვე დაქოქილები ვართ იმ თამაშით. აი, ქართველები ყველა თამაშს ვიწყებთ ნულიდან. როდის იყო ერთი კვირის წინ იყო, ერთი თვის წინ იყო, ის ვითამაშეთ, მაგარი შედეგი დავდეთ, წავედით სახინკლეში, წავშალეთ ტვინში. ერთი თვის ვერ მოვედით და ახლიდან ვიწყებთ რა. ანუ პირველ თამაშობ თითქოს, ანუ მათ შორის მეც ვთამაშობ ხოლმე სუპერლიგაში. ამ დარბაზში ტარდება სხვათა შორის სუპერლიგა, აი იქეთ კვირა დღეს ამ დარბაზში სუპერლიგის ტური იქნება, სეზონის დამაგვირგვინებელი. ხო და გუნდი ხომ ყავს ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, ერთი თვის წინ ხომ მოვიგეთ რაღაც ტური და ეხა მოვალთ იქეთ კვირას, აი დარწმუნებული ვარ, ნუ ნახევარი ხო კვირა დილას პირველ საათზე ნაბახუსებზე აი ესეთ სახევით მოვლენ და ეს აი კიდე ერთი ქართული ისა რა ქვია ელემენტი ნაბახუსებზე მარტო ჩვენ ვიკრიბებით სათამაშოდ. ხო და იქ შევიკრიბებით და დავიწყებთ თამაშს და აღმოვაჩენთ რომ რაღაც არ მიდის თამაში. რატო არ მიდის ისიც? იმიტომ რომ ის სკილები ერთი თვის წინადელი წაგვეშალა და ეხლა ახლიდან ვაწყობთ თამაშს რა, ანუ ერთმანეთთან შეთამაშ და ესე არის ყველა გუნდი. ესე არის ყველა გუნდი. 1-2-ის გამოკლებით, ერთი არის დინამო ქვია, ესეთი გუნდია ალექსანდრე ლორთქიფანიძე, აი წიგნის თაროს წამყვანი როა, იმას მოახერხა და ეს ისრაელური ის რაღაც გადმოიტანა და ახერხებს იმ გუნდით აი გააგრძელოს და ახლიდან არ დაიწყოს და ნუ მეორე იმის მოწინააღმდეგეა, იგი გიორგი ბაქრაძე თამაშობს და იმისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ახლიდან ძველიდან ემიდან ის თავის ქულებს დებს. დანარჩენები ვიბრძვით ტრადიციულად მესამე ადგილისთვის. აგერ გახლავართ მრავალგზის მესამე ადგილოსანი. სპორტული თამაშები ხა ტელევიზორში სამწუხაროდ არ მითამაშია და ალბათ ვერც მოვესწრები. აი ღირებული ცოდნა, აი თქვენი აზრით რას მოიცავს ეს რაღაც დასავლური ლიტერატურა, ევროპული ისტორია, თუ რა არის სხვა რამე რაც შეიძლება კარგ მოთამაშეს დაჭირდეს. ბევრი თამაში. ანუ როგორც ნებისმიერი კოგნიტიური თამაში, აქ რეგულარულ პრაქტიკას და მუდმივ ფორმაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს და მერე უკვე დანარჩენი მოდის. ახლა რასაკვირველია საბაზისო რაღაცა უნდა იცოდე, ახლა იქ დედაქალაქები რაღაც ქვეყნების და რამდენიმე ცნობილი პრეზიდენტი და ეხა ეგეთი რაღაცები ალბათ რაც ზოგად განათლების იმაში ჩარჩოში ჯდება, უნდა ყველა ვიცოდეთ და იქ რაღაც შერლოკ ჰოლმსის მეგობარი რო დოქტორ უოტსონი იყო და ეგეთი რაღაცები ეხა გასაგებია ეს ბაზისია, მაგრამ შემდგომში უკვე არის პრაქტიკა რა, რაც მეც თამაშობ, უკეთ თამაშობ და უფრო მე წარმატებას აღწევ ეხა არიან ვიღაცა ვინც გადაახტება რაღაც საფეხურს, იმიტომ რომ უფრო მაგარია და უფრო სწრაფად, უფრო სმარტია და უფრო სწრაფად ეუფლება ამას. არიან ვიღაცები, ბევრი გუნდია კლუბში, ჩვენ ვეძახით, ორად ყოფთ გუნდებს ზოგადად კლუბში. ნახევარი არის
ვისაც უნდა მოგება შედეგი და ბრძოლა და მე ტელევიზორში ბუ და ეს არის 20% გუნდების კლუბში და არის 80% გუნდების კლუბში, მათ ჩვენ ვეძახით მეხინკლებს, ისინი მოდიან იმისთვის, რომ ითამაშონ, რაღაც ცოტათი გაიჭირონ, რაღაც გამოიცნონ, გაიხარონ რაღაც და მე ეგრევე გაიქცნენ და ერთვან და ერთად გაატარონ დრო. ანუ ესეც სოციალიზაციის ფორმაა და ძალიან კარგი რომ სწორედ ამ სოციალიზაციის ფორმას მისდევს ეს ხალხი და არა რაიმე სხვას. აი ბოლო კითხვა უნდა დავსვა 34 წლის შემდეგ რა გქონდათ ჩაფიქრებული განხორციელდა თუ ჯერ კიდევ პროცესშია რა შეიძლება იყოს კლუბის ასევე თუნდაც სატელევიზიო გადაცემის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ ნუ პირველი და მთავარი ჩემი ოცნების პროექტია რომ გქონდეს ინტელექტის სასახლე აი ესეთი რაღაც ანუ სპეციალური ნაგებობა თავისი აი წრეებით და ამ თამაშებით, განმავითარებელი თამაშებით ბავშვებისაც, სადაც იქ ის თამაშებიც ჩატარდება, ხო, რომელიც ახლა კავკასიის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტარდება, ტელესტუდიას იქვე იქნება მოწყობილი სპეციალურად, ანუ პავილიონი და თამაშსაც იქ გადავიღებთ და ზოგადად იქნება აი ის რაღაც შტაბ-ბინა ქართული ინტელექტის, მოდი ესე დავარქვათ, სადაც მოვლენ ხოლმე ახალი თაობები და ისინი კიდე დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვლენ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. სხვა მხრივ თქვათ, იგივე ინტერნეტის განვითარებას ვხედავთ და წინა გამოსვლებმაც ახსენეს თქვათ პლატფორმები, YouTube, არის TikTok-ი რამდენად რასაც როდისთვის არის, მაგრამ შეიძლება იყოს კიდეც. არა, TikTok-ი მე გავაკეთე რა, არ ვიცი თუ ხო და გაკვირვებული დავრჩი რაღაც იმას მაცივარზე მისაკრავ მაგნიტს ვათამაშებ რაღაც კითხვას ავსვავ და სხვა წერტილებიდან დედამიწის სადაც მოხვდები ხოლმე და არ ვიცი 100,000 200,000 რაღაც ნახვები აქვს და ხოცავს ხალხი ერთმანეთს მაგნიტების გულისთვის კაცო ისე დავარიგებ მე თქვი რა პრობლემაა 2 ევრო ღირს თუ რაღაცა ხო იცით ის მაგნიტი რა ხო ეგ TikTok-ი ამ მიმართულებით წავედით და YouTube-ზე ვფიქრობთ გასვლას რა ეხლა იმიტომ რომ როგორც მე ვხვდები ტელევიზია მაინც წარმავალი ჟანრია ინფორმით რა ფორმითაც ეხლა მით უმეტეს რაღაც დიდად შეთავაზებები არ აგვაქვს ეხლა ამ წუთას არხებისგან ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა რომ YouTube-ზე გავიდეთ ეთერში და დავბრუნდეთ ასე ვთქვათ მაინც YouTube-ზე უყურებდა უმრავლესობა ამ თამაშს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ბარემ იყოს YouTube-ი მით უმეტეს რომ შეზღუდული არ ვიქნებით რაღაც სპონსორული შეზღუდვებით რა იმიტომ ეხლა იქ ვთქვათ ბოლოს პირველ არხზე გავდიოდით იქ საერთოდ რეკლამა არ იყო და ნუ ბევრი რაღაც არ შეიძლება და არის ეხლა რავი ღვინო იქნება სპონსორი კაცო რაღაც ალკოჰოლი რამ ელიტარული მაგრამ ჩვენი მოდი არ ვიცი შავყუთში მისაკრობი მაგნიტი დევს თუ არა მაგრამ მე მგონი დრო დადგა პატივცემულო მაყურებლებო ხო ამის გარეშე არ გამოვიდოდა ამიტომ ძალიან კარგია რომ მოვიმარჯვეთ ტელეფონები, მაგრამ ჯობია მოიმარჯვოთ Google-ი. მოკლედ, თამაშდება შავი ხუთი. ყურადღება შეკითხა, ვინც გამოიცნობს, ანუ პირველი ვინც ჰა? როგორ ეგრევე კომერციაზე ხარ გიო? მომართული რა. იმიტომ რომ მაფია უკვდავია, ჰა? ვინც გამოიცნობს რა დევს შავ ყუთში, მიიღებს იმას, რაც დევს შავ ყუთში. მოკლედ, როდესაც მე ეს აღმოვაჩინე, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი რა. მოკლედ, შავ ყუთში რაც დევს თურმე იმას თუ მიანათებ აი ამ შუქს ხო აი ბებიკებს ვეძახით თუ რაც არის მოკლედ მიანათებ შუქს პირდაპირ თვალებში ეგრევე იძინებს ეგრევე ეძინება თურმე რა და გაკვირვებული ვარჩი მე აღმოვაჩინე რომ რაღაც ტვინში რაღაც პროცესები მიდის და თურმე ასეთი რაღაცაა და
აი ეს ახლა დევს შავ ყუთში და რა დევს შავ ყუთში, ოღონდ ხელი ავწევთ ახლა რო არ ვიყვიროთ. სათამაშო გორილა შავ ყუთში. ეს აბსოლუტურად არასწორი პასუხია. ლაზერი არ დევს შავ ყუთში. ლაზერს რომ მიანათებს შუქს იცინებს ლაზერი? ჰა? წამოდექით თუ შეიძლება. მობზანდით. ესე იგი, როცა ცოცხალი მოვიყვანეთ, როგორც კი მიანათეს თურმე ეძინება, იმიტომ რომ ღამისაა და შუქზე ტვინი ეთიშება. ამიტომ უი ეს ბურომ აი ესე რომელიც ანათებს, გადმოგეცემა თქვენ გილოცავთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვითამაშოთ ერთად რასად როდის, უყურეთ რასად როდის, გამოგზავნეთ შეკითხვები და კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.